სამხარ ეთო და ხალხს ერის ყვერხის სურვილს ანიშნებდა. წყალობა უფლისა, თურმე ყველას მიიწვია. მიწის ყველა მკვიდრი თავის თავში ეყარა. გაშლილ ფერის გულზე ედო დედამიწა, რომ კაცთა მოდგმისთვის გაეღო ქვეყანა. მის წინ რიგში რანგით ვარა, რანგით ვინ მოსვლის ღვთის ნებას მინდობდით. ზოგს ველი აგუნა, ზოგს თების ქალაქი, ზოგს ხედი უდაბნო, ზოგს ცელი მინდორი, ზოგს თამოუწია, ზოგს ის კალთები. უფლის განაჩენი არ იყო სადაო. ხოლო ამ გზელი იქი არ ქანდნენ ქართველი. იგი და ქართველი საიდან სადაო და როცა პირწმინდად არ იქნა თაბარი, გოჯის კი მიწის არ დარჩა უბრალოდ. უეცა ჩვენების საგიწმე სადარა, წარუდგა გაკითხეს. ჩვენ რა ვქნათ უფალო, მიწის ამზოგელი სულს დაყავ. ვია დამაშვალი ჩადარჩა მეუღლის. გაშული ვინ ახარ? სადა ხარ აქამდე? თელი დედამიწა გავყავდეო. ქართველი გახლავარ, გავშალეთ ნამდვილი. შენი სადღეგრძელო თასებით დავცალეთ. იქს ხიდი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ და დაგვაგვიანდა. მე ვთო მოცხარე, სავდოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო. მეუფე მაღალ. რადგან ეს ცა ყველას გაუყავი, თუდით პარკი ხუთე გაეცი თლიანად. გაუყოთ, ნუს უხარ, შენ კარგად იყავი. ოღონდ გაგვიცალე ეს ერთი პიალა. ალდებად, თუ კავკასიონის თემად აიძიენ წამლები შეკრული. სად დაგაბინაო? არ არის იური, ასეთი მამაცი ერთგული. სულ ყველა გავეცი, ბილიკიჩი ჭიუფლებს. მარტო დავიტოვე პატარა წაუყუნე. იქ გავდა დავმერტვე სიტულფის სიუთხულს. საჩემო სამოთხის ხეხილით ვამკობდი. მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები. და რადგან მიწის სხვა ნამცეთიც არ არის, მზეცაში ვიცხოვრე. ხოლოს ედები თქვენთვის დამიტყვია. დენ იყოს ავალე. და ასე წამბრძანდა ღმერთი ცათაშია და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური ხაბარი. მიტომ საქართველოს რა არ დააშია. ქუხს მისი სიტულის სიუხვის ამბავი. ურიუდე საქართველოს მთებს დალელიას იანანას დედასავით ტკბილად მერიან ცქისიოსა და მღერის ლაქსუს ვარის და სამშობლო ჩურჩულიცა Dedis ხმარი გადახედე მთებს აზიდულს გოლიათებად და
დავხევ. რომ დაკარგო? ამ ხელა წიგნი როგორ უნდა დავყარგო? შენ არ ციცი რა წიგნია ეს? როგორ არ ვიცი? ქართულთა საუნჯეა. ჩვენი წინაპრების ცხოვრება. ხოდა დამიბრუნე, ისევ კივში უნდა ჩავდო. ჯერ რომ წავიკითხო და მე რომ დავაბრუნო. ქართლის ცხოვრება. ქართლად ფრიაზი ქვეყანაა აღირაც. ქართველი, ანაგერი, კაცნი და ქალნი არიან მშვენიერნი. ჰაეროვან, შავთვალწამთ მოსარნი, წერწერნი, უმეტეს ქალნი, ხნენი, მუშაკნი, ჭირთა მორწმენი, ცხენსა ზედა და მხედრობათა შინაახოვანი, ამაყნი, ლარნი, ხიარუმი, გონიერნი, სწავლის მოყარენი, სტუმართა და უცხოთ მოყარენი. სტუმართა და უცხოთ მოყარენი. გახსოვს პაპა რომ გვყვებოდა ებრაელების შემოსვლაზე. მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყვა იერუსალიმიდან მუნი ოტებუნიურიანი მოედეს ქართლსა და ითხოვეს ცხეთის მამასახლისაგან ადგილი ხარჯითა მისცა და დახსნა ადგილსა ზედა წყაროსა რომელსაც ჰქვია ზანავი 26 საუკუნის წინ ქართლში ებრაელები დასახლდნენ. მათ ქართველებისაგან განსხვავებული რელიგია და ტრადიციები ჰქონდათ, მაგრამ ისინი ამის გამო საქართველოში არასდროს იჩაგრებოდნენ. სწორედ, ებრაელმა ელიოსმა ცხეთაში ქრისტეს კვართი ჩამოიტანა. მისმა და სიდონიამ ის გულში ჩაიკრა და ადგილზევე გარდაიცვალა. ელიასმა მას კვართი ვერაფრით გამოაცვალა, ამიტომაც კვართთან ერთად დაკრძალეს. ცხეთაში დღეს იმ ადგილზე სვეტიცხოველი ააშენებული. შემდეგ კი პირველად ანდრია პირველწოდებულს მოუტანია ქრისტეს სიტყვა და ღვთისმშობელი მოუბრძანებია მის წილხვდომ ქვეყანაზე. ეს ამბავი კი ასე ყოფილა. იერუსალიმში დიდი ამბები დატრიალებულა, კაცი დაბადებულა ღმერთთან. ვინ კაცი? ქრისტე. დედამის მარიამი ხმელია. მერე ქრისტემ ქვეყნები გაუნაწილა მის მოწაფეებს მისი სიტყვა რომ აეტანათ. ჩვენი ქვეყანა თურმე დედამის, მარიამს ებგებია წილად. მაგრამ მარიამ შვილისგან ჰქონია დანაბარები, რომ იერუსალიმი არ მიატოვო და ანდრია პირველწოდებული გაუმოუშია მის წილხვედ ქვეყანაში. მარიამს ხისნაჭერი აუღია, სახეზე მიუფარებია და მისი ხატება გადასულა. სწორედ ეს ხატება გამოუტანებია ანდრიასათვის საქართველოში. ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების, რომელსაც შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების. Selezta marverureia Umangina kinor taksimet hale Olebis lire bogayeia Meitarim nishbachke Nage kinor nage shirecha Maraha chosheve hasheket tzarir Manginote
ალკოჩი მიეძინა და ფშარდებმა ძირისგან მოუჭდირესო. ეს ვინ არის? გამოცხადდა მგზავრისინა. ნუ გეშინი, მიუგებდა იესო. გაეღვიძა, წუთით იგრძნო მშობლის ზევდა, მაგრამ წმენა ავალებდა რა უწევს. თოვლი იდო, ჯავახეთის მცხათაზედა და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდა. შემდეგ ქართლში საცხოვრებლად ასილიელები ჩამოსულან. მათ შემდეგ 13 ასურელი მამა ჩამობრძანებულა და ქართლში დასახლებულა. 13 ასურელ მამას ივანეზე დაწერის ხელმძღვანელობდა. ანტონ მარტყობი, თადეო სტეფანსკი, შიონ ხუიმი, ისე წილკრე, იოსებ ალავერდი, მიქაელ ულუღოელი, პიროს პეტერი, აბიბო ზეროვი, ისადე სამთავრელი, იყალთოელი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მონასტრები ააგეს და ქრისტიანული მოღვაწეობა დაიწყეს. საქართველოს ისტორია ერთი უწყვეტიობია, რომელიც საუკუნეებია გრძელდება.
მთელი ლაშქარი თბილისი
შეძლებული ფენის წარმომადგენლები თანდათან გადადიოდნენ ევროპული სტილის ცხოვრებაზე. თავიანთ შვილებს პანსიონებსა და გიმნაზიებში აგზავნიდნენ. ენებს და მუსიკას ასწავლიდნენ. თბილისის ქალაქური ცხოვრების კოლორიტს არაშოღელები და კინტოები ქმნიდნენ. ოდესაც უცხოელმა მოგზაურებმა თბილის სიხარულის სახლი უწოდეს. შენაგიხსნია ბევრი ქალაქმა. მხოლოდ იკონის კანტი და ლუცი, მაგრამ არ იცი ჩვენმა ქალაქმა რა სურათები მოკარგა უწინ. თუ ჩაგივლია სირაჩხანისკენ და ჰკვირვები ხარ ამ ქუჩებს კარგად, გაგაოცებდა რუმბების სისკე და ჭიანურზე დაკრული ჩარგა. სიძველისადმი გრძნობა პატივი, თუ შენში მაინც ოდნაველვარებს მიხვდები ასე არ და მატივით, რისთვის დარაჯობ თბილისის კარებს. გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო, დაკარგული შენი შვილი მოვედი. საქართველოს მიწაწყალო ალაგო, 12 წლის გატანჯული მოვედი. აბრაკუდეს დუქანი. ის გარას არ შეხვდებოდი და ნახავდია ჰიროსმანი იჯდა, უმად და ხატავდა. თვალები გავს ცაზე ლურჯი, შენი ხელი ოქროს ბურჯი. ნიკა ქვიტკარისა ბურჯი, გენაცოლოს იეთიმ ბურჯი. განამებში ვიყავ ჭამისათვის წამოვედი. თქვენთა ლაპარაკი მსურდა და მისათვის წამოვედი. მინდა დილა გავათენო, ხამისათვის წამოვედი. და ვეღარ ვამბობ, რისათვის წამოვედი. აბა ერთი ლოტიანი ბაღდადური შაუბერეთ.
კიდმე ძინოს აი სულში მისიხარ თვალსავა ხელზე წამწამზე მისიხარ ო ალვისა შენი წელი მგონია მაგ წელზე დაციცერდა მგონია ეგ თვალები საშიალა მგონია ვარდი სუნთქა შენი სუნთქა მგონია როს მეხისას თქვა გეთაყვა თემი ხარ კიდმე ძინოს მაინც სულში მიზიხარ თვალსავა ხელზე წამწამზე მიზიხარ ათი გზამა ათივე შენ კენ მოდის ფიქრები მაქვს წინ შენი სახე მოდის გინდა რავს თქვა შენი სახელი მოდის ჩემს გულში რა მეტია რა მოდის ერთხელ მაინც მკითხე აგრე რათა ხარ კიდმე ძინოს მაინც სულში მიზიხარ თვალსავა ხელზე წამწამზე მიზიხარ ჩემს დარდებსა ვინ ინახებს ვინ არის ვის რა თქმა ლობიანა ვინ არის დარია თუ სასხალია ვინ არის ქვეყანაში აბარა ვინ არის შენ არ მეტყვი ვინც სული ნაზიხარ კიდმე ძინოს მაინც სულში მიზიხარ თვალსავა ხელზე წამწამზე მიზიხარ ორთა ჭალის ბაღში ნახე ვინავა დარდი მანდის ხინში ნახე ვინავა ჯამით ტოლუმბაში ვნახე ვინა ვარ მაშინ შეგიყვარდეს თქვა ძვირფასი ხარ კიდმე ძინოს მაინც სულში მიზიხარ თვალსავა ხელზე წამწამზე მიზიხარ შენი გულის გერა მესმის თაწმინდაზე შენთან ერთად მოვდები ვიცი რაზე ჩურჩულებენ შენი თბილის სახლები შენი ძველი ქუჩები და შენი ედენ ბაღები შენი სეთი ლამაზი ხარ ავთვალსარე ნახვები ჩვენო თბილის ქალაქო შენმა დაგმაცი და რა შენი ხარი ავონდაც მე სულ არ ამინდა რა ჩვენო თბილის ქალაქო შენმა დაგმაცი და რა შენი ხარი ავონდაც მე სულ არ ამინდა რა ვიცი როგორ გაჩნდი ქვეყნად კარგად ვიცი რა ქარ ცეცხლშიც ბიბლია ისიც ვიცი ჯვარზე გაკრუც რომ არ დაგეჩივლია შვილთა შენთა სიყრმეს ლოცავს თამარი და ილია შენ თვირცად ყოფს ყველა ვინც გით შენი გამოცდილია ჩვენო თბილის ქალაქო შენმა
შედებით ნაბადარი საქართველო ლამაზო სხვა საქართველო სადარი თავარს კლავებით ინთება ცა არც არის ის სად არის თვარე რომ ამოწყინდება გული გახდენად მზად არის დიდება შენი დიდება სხვა საქართველო სად არის მინდვრები ქართლის მინდვრები ქედები ხარგაშლილები თაში ყედა და ბინდები ტყეში ხორბუდა იღბები გარაჩრიალებ ჭადარი ზეს უხერია ჩიტები ხარე მოსილოდიდები სხვა საქართველო სადარი ლურჯი ბალახი ხარათი წყელი გოგმანო ბალახი თეთრუნზე თოვლი მარადი ვენასი მზედა ბადახში სხვა საქართველო ვინახა სხვა საქართველო სადარი როს ვარსკვლავები ხმაურით აი მთებიან ცათანი დეს მოაწდება ზღვაური მეშვიდე თავზე ატანე გდებში ჭიხვი დამთხება გორში იტირებს სადამი კაკაჩოს გვერდს ვერავდი სხვა საქართველო სადარი აქ დაიბადა სულიკო სისხლი გაფრინდა ვერანი და თუნდაც გადმოსულიყო წერი შვაგი და ვერანი მარჯვეს მოსწი დაალდა სით გავშობდა ლევარი აქ დაიბადა სულიკო სისხლი გაფრინდა ვერანი ხან ორდის მთები მოისმეს საშიას ორდერაი დაბლაში რიალებს მოლისებ ყანაი გაუყელავი ფიჭრს დაუღლია ონისე ბახტრიოს მიდის ლელაი თათობის მთები მოისხეს ცაში ასულა ძერაი ქარი გიმღერის ნანასა ზღაპარს გიამბობ ჭადარი ზეწნა მალესი გამავსო ეჭვებით ნავადარი საქართველო ლამაზო სხვა საქართველო სად არის მინდა გავახსენოთ, რომ საქართველო არის განსაკუთრებული ქვეყანა. მედრი ყოველწლიდის ღვთისმშობლისა. ამიტომ ნურაპურისამ შეგეშინდებათ. საქართველო არადროს არ დაეცემა. საქართველო გაბრწყინდება. ჩვენში არის ძლიერი გენები ვახტანგ გორგასალის, დავით აღმაშენებელის და თამარის და მტერი ვერადროს ვერ ძლევს საქართველოს. დამოცვილი დახარებული იყავით თქვენ ღმერთმა გაამთლიანოს სრულიად საქართველო და ბოლოს მე მინდა გითხრათ ძალიან მიყვარხართ. საქართველო მიყვარხარ, საქართველო მიყვარხარ, საქართველო მიყვარხარ.